მოგეხსენებათ ამ წლის 17 მარტს ღვთისგანისვენმა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორე. მოგეხსენებათ მისი მამამთავრობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქობა იწყება მე-20 საუკუნის თითქმის დასასრულს და 21 საუკუნის დასაწყისს. ეს არის 59 წლიანი მამამთავრობა და პატრიარქობა საქართველოს ისტორიულ-სამოციქულო ეკლესიის კათედრაზე. მოგეხსენებათ თითოეულმა ქართველმა და თანამოღვაწემ იცის თუ რა პერიოდში შეუდგა კათოლიკოს პატრიარქი საქართველოს ეკლესიის აღორძინებას და ეს პერიოდი ძალიან სირთულეებით იყო აღსავსე, მაგრამ დიდება უფალს მისი ლოცვითა და შრომით, დიდი სულიერებით დღეს მათ თითოეულ ჩვენთაგანს დაგვიტოვა აღორძინებული ეკლესია. ამ აღორძინებული ეკლესიაში იგულისხმება ის, რომ გამრავლდა ეკლესია მონასტრები, გამრავლდა სასულიერო დასი, თითქმის ყველა სასულიერო პირი, როგორც სინოდის წევრი, ასევე ყოველი სამღვდელო თუ დიაკონი, მისი კურთხევით და მისი ლოცვა კურთხევით არის ნაკურთხი და დადგენილი დიდ მსახურებაზე, რაც არის სასულიერო პირობა. მან აღაშენა და განამშვენა სასულიერო სემინარიები და უამრავი სტუდენტი, ასე რომ ვთქვათ, აღზარდა სულიერათა და უამრავ ადამიანს სასულიერო სემინარი აკადემიებში მიეცა საშუალება მიეღოთ თეოლოგიური განათლება. მოგეხსენებათ გუშინ 18 მარტს მოხდა სინოდის ხტომა, სადაც შედგენილი იქნა დამძალავი კომისია, რომელიც კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი ბრძანდება, მისი უწმინდესობის ცხედარი გადაბრძანებულია სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც 22 მარტს მოხდება გამოსვენება და დაკრძალვა სიონის საკათედრო ტაძარში, საპატრიარქო ტაძარში. რა უნდა უთხრათ ამ დროს მრევლს? მრევლს ვეტყვიერთ რამეს, რომ პატრიარქის დარიგება, პატრიარქის რჩევა, ლოცვა კურთხევა უნდა აღვასრულოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ის რასაც ქადაგებდა, ის რასაც გვარიგებდა მის სულიერ შვილებს სამწყსოს, ეს ყოველივე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აღვასრულოთ და თითოეულმა ჩვენთაგანმა, როდესაც ამ ყოველივეს აღვასრულებთ, პატივს მივაგებთ მის ხსოვნასაც და მის სულსაც ამით დიდ ნუგეშს მივანიჭებთ თითოეული ჩვენგან. მოგეხსენებათ ძალიან დიდია ინტერესი და ყველა მორწმუნე და საზოგადოებას სურს, რომ ჩავიდეს პატივი მიაგოს მის უწმინდესობას. პანაშვიდები არის 24 საათის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში. ბევრი მრევლი ინდივიდუალურად მიდის, რომ მოახერხოს შესვლა და ხვალ მაგალითად ჩვენს აქ შევიკიდრებით საკათედრო ტაძართან პარასკევ დღეს 20-ში და პირველ საათზე დავიძრებით, რომ ჩავიდეთ და პატივი მივაგოთ მის უწმინდესობას.